ჩვენთან არს ღმერთი. დღევანდელმა კვირა დღემ ჩვენ შემოგთავაზა ძალიან საინტერესო იგავი მაცხოვრისა და საინტერესო იმით არის, რომ ჩვენ თავს ვხედავთ იმ დაყოფაში, 4 გზის დაყოფაში, რომელიც მაცხოვარმა დღევანდელ იგავში გამოთქვა. ამ იგავს ეწოდება იგავი თესვარის შესახებ. გამოვიდა კაცი თესლის დასათესად და თესვისას ზოგი დავარდა გზაზე, მოფრინდნენ ფრინველები, აკენკეს და შესაბამისად ამ თესლმა ვერ გამოიღო ნაყოფი. ზოგი ჩავარდა ისეთ ნიადაგში, სადაც მიწა ბევრი არ იყო და იყო კლდოვანი ნიადაგი. მალევე აღმოცენდა, მაგრამ რადგანაც სიღრმე ამ კლდოვანების გამო არ ქონდა, გახმა და ნაყოფი ვერ გამოიღო. მესამე ჩავარდა ეკლოვან ნიადაგზე და როდესაც აღმოცენდა ეკალი, შეაშთვეს იგი და უნაყოფო დარჩა. აი მეოთხე დავარდა კეთილ ნიადაგზე და გამოიღო ნაყოფი. ნიადაგი არის ადამიანთა გულები. როგორც შემდგომში დოსტოევსკი იტყვის, ღმერთი და ეშმაკი ებრძვის ერთმანეთს და ბრძოლის ველი ადამიანთა გულებია. ჭკუა არ უთქვამს, თქვა გულებია. იმიტომ რომ გულს გააჩნია ისეთი ცოდნა, რომელსაც გონება ვერ მიწვდება. თუ ადამიანი გულით არ არის სუფთა და გულით გონიერი არ არის, ის რელიგიური კაცი ვერ იქნება. რატო? იმიტომ რომ რელიგიურ ცხოვრებაში ყველაფერი რაციონალური არ არის. უпроსორად რაღაცა ახსნადია, მაგრამ ბევრი რამ ახსნის გარეშე რჩება. ღმერთის სამება მაგალითად ერთ არსება სამპიროვანი. როგორ შეიძლება იყოს სამპიროვანი და ერთი არსების მქონე? ეს ხო სამი ღმერთი გამოდის. ამბობენ ადამიანები. და უამრავია ასეთი საკითხი, რომელსაც ჩვენ დღეს ვერ ჩამოვთვლით ამას. ასე რომ, თუ ადამიანს გული გონიერი არ აქვს, ანუ ის მეოთხე კატეგორია, მაშინ იმ სამ კატეგორიაში ჯდება, რაც ჩვენ ჩამოვთვალეთ. აქვე უნდა აღინიშნოს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. თქვენ თუ შეხება გაქვთ პროტესტანტებთან, პროტესტანტობაში არის ესეთი დებულება, ლათინურად არის sola fide. Sola fide არის მხოლოდ რწმენა. საქმეები არ არის საჭირო, მხოლოდ რწმენა. რწმენა რისა? რწმენა იმისა, რომ ქრისტემ მოიტანა ჩემთვის მსხვერპლი და მე გამომიხსნა ცოდვათაგან. მე მხოლოდ უნდა ვწამდეს. და ლუთერი, რომელიც იყო პირველი პროტესტანტი, თქვენ იცით ეს რეფორმატორი მე-16 საუკუნეში, მან თქვა ასეთი რამ: ჩემი ნებელობა და საერთოდ ყველა ადამიანის ნებელობა არის გაქვავებული, გათიშული, გაყინული. მე ვერაფერს ვერ ვიზავ სიკეთეს და ყველაფერს აკეთებს ჩემს გამო ღმერთი. გაყინულია ჩემი ნებელობა, მე ნებით ვერაფერს კარგს ვერ ავირჩევ. იმდენად დაზიანებულია ჩემი ბუნება. ამან დაიწყო ეს გზა, მაგრამ ბოლომდე ვერ მიიყვანა. ბოლომდე მიიყვანა მე-16 საუკუნეში, მათთვის ყოველ შემთხვევაში ძალიან დიდმა ღვთისმეტყველმა, რომელსაც ერქვა ჟან კალვინი, კალვინიზმის მამამთავარი. შვეიცარიაში მან, როდესაც გაიდგა ფეხი, ლუთერის დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანა და თქვა:
თუ კი ჩემი ნებელობა გაქვავებულია და მე ვერაფერს კარგს ვერ ვიფიქრებ, ვერ გავაკეთებ, შესაბამისად გამოდის ასეთი დასკვნა, რომ თუ ღმერთი ყველაფერს ჩემს გამოაკეთებს და მე არაფრის გაკეთება არ შემიძლია, მაშინ გამოდის, რომ მე წინასწარ განზრახული ვარ ღვთის მიერ. ღმერთმა განმიზრახა უკვე, შენ ჯოჯოხეთში იქნები თუ სამოთხეში. იმიტომ რომ თუ ჩემი ნებელობა გათიშულია, მაშინ წინასწარ განზრახულობა არსებობს ღვთისა. ლათინურად ამას ეწოდება პრედისტანციო. წინასწარვე შენგან დამოკიდებული არაფერი არ არის. ლუთერი ვერ მივიდა აქამდე და კალვინმა ეს ყველაფერი თქვა. რატო ვამბობთ ახლა ამას? ეს იგავი, როდესაც პროტესტანტები ამას კითხულობენ, მე ძალიან მაინტერესებს, რა შინაარსდებენ ამაში. მათთვის პირდაპირ მამხილებელია ეს იგავი დღევანდელი. რატოა მამხილებელი? იმიტომ რომ ერთია ღმერთის თესვა და მეორეა ამ თესლის შენში მიღება. ნიადაგი შენ როგორი გაქვს? ნეტა როგორ მარტავენ? ან საერთოდ ამოგდებული აქვს შეიძლება პროტესტანტობას ეს იგავი. პირდაპირ მხილებაა მათი სწავლებისა. აქ საუბარია იმაზე, რომ ერთია ღვთისმოქმედება და მეორე შენი ნიადაგი, როგორ გულში ხვდება ის სიტყვები. წაკითხული რო გაქვს რაღაცა, შენ გულისხმა ხავი, ერთია წავიკითხე და მეორე გავიაზრე. ერთი მოვისმინე, მაგრამ მეორე მივიღე. ეს სხვადასხვა რაღაცეებია. ალბათ გინახავთ საზოგადოებაში ბევრი წიგნის მკითხელი ხალხი, ალბათ. მაგრამ დარჩნენ სულელებად. განათლება კი არ აგიჟებს ადამიანს. უაზრობა აგიჟებს. როცა ვერაფერს ვერ იგებს იქიდან, ან თავისებურად იგებს, თავის ყაიდაზე ჭრის. იმიტომ რომ გული აქვს უმეცარი, გონიერი კი არა უმეცარი. პირველ შევეხოთ, პირველ კატეგორიას, გზაზე დავარდნილი თესლი. და აქვე კითხვა იბადება, თუ კი ადამიანი ყურადღებით წაიკითხავს სახარებას, ესეთი კითხვა დაებადება, და ვინ თესავს გზაზე? რომელი კაცი, რომელი გლეხი კაცი თესავს გზაზე, ან კლდოვანზე, ან ეკლებში. ჩვენ ვიცით, რომ ჯერ უნდა გაათავისუფლოს ნიადაგი ყველაფრისაგან და შემდგომ ჩათესოს თესლი, რომ იმას არავინ შეუშალოს, არაფერმა შეუშალოს. მაგრამ მაცხოვრის შემთხვევაში ჩვენ ხედავთ, რომ ითესება გზაზე. რა თქმა უნდა, ეს არის იმის წარმოსაჩენად, რამდენად გაქვავებულია ადამიანის გული. გზა რისი სიმბოლოა? გზას საზღვარი არ აქვს. გზა ყველა მხრიდან გახსნილია. ნიშანდობლივი მომენტია აქ. გზას თუ ყველა გზა გახსნილი აქვს, ესე გზას ყველა ადგილი არ აქვს შემოსაზღვრული, არც ერთი ადგილი. ეს არის ისეთი ადამიანის გული, რომელიც სულიერად და საერთოდ გონებრივადაც არის აბსოლუტურად არასერიოზული ჭკუის კაცი. სხვაგვარად რო ვთქვათ, მთელი ცხოვრება მისთვის არის თამაში. რაღაცა ჭკვიანური გაიგო და ფესვმაც ვერ გაიდგა მასში. ფესვი ვერ აღმოცენდა. და მაშინმე მოდის ეშმაკი როგორც წერია და წაიღებს ამ დათესილს. რატო წაიღებს? იმიტომ კი არა, რომ ეშმაკი მძლავრი არ არის და ღმერთს უნდა ასე რომ წაიღოს.
როთ ნიადაგი არის სულიერად ტინგიცი ადამიანის ხელში. ყველა მხრიდან გახსნილი რო აქვს ჭკუა. საიდანაც დაუბერავენ იქით რომ მიდის. ასეთი ადამიანის გულია პირველ შემთხვევაში. შემოუსაზღვრელი როა. არაფერი წინა ღობა რო არ არსებობს. როგორც გზაზე. ვისაც უნდა ის დადის ამ გზაზე, მიდი მოდის. როგორც აზრები ადამიანისა. ზოგ ადამიანს რაც არ უნდა ელაპარაკო, მას ვერაფერს ვერ გააგებინებ. რატო? ნიადაგი აქვს ასეთი. თვითონ უნდა ასე, რომ კონდეს არასერიოზული დამოკიდებულება, უპასუხისმგებლო დამოკიდებულება ყველაფრისადმი. მათ შორის რელიგიისადმი, ოჯახისადმი, ქვეყნისადმი, მოყვასისადმი და სხვა. სულ ერთი როა მისთვის. ყველა გზა რო გახსნილია. შეზღუდვა რო არ არსებობს მისი ჭკუისთვის. და ასეთი ნიადაგია მისი გული. მეორე, ცოტა განსხვავებულია პირველისაგან. ესეთი ადამიანები არიან, რომელთაც რაღაც ჭკვიანურს რო გაიგებენ, ან წაიკითხავენ. სიხარულით იღებენ ამას. ვაიმე რა კარგია, ფსალმუნი წავიკითხე, რა სიტყვოებაა, სახარება წავიკითხე, როგორი კარგია, დაუშვათ რაღაცა მოვისმინე ჭკვიანური სადღაც. ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ რამოდენიმე დღე შეიძლება გაძლოს. და მე იფიქრებს, ნეტა რისთვის მოვისმინე, ან კი კარგი იყო, მაგრამ რა დროს ეგ არის? აი დაახლოებით პირველთან შედარებით ამან ფესვი კი გაიდგა, მაგრამ უნაყოფო რჩება, იმიტომ რომ ვერ წაიღო შიგნით ეს ფესვები. გული გონიერი არ ქონია მას. მერყევი ხალხია ეს. ძალიან ის თუ ტინგიცია პირველხარისხოვანი, პირველ რიგში. ნახსენები. ეს არის არამდგრადი კაცი. ასეთი ადამიანები ვერაფერს ვერასოდეს ვერ აშენებენ. ვერც ოჯახს, მით უმეტეს ვერც ეკლესიას, ეკლესია შიდა ეკლესიას გულისხმობ, ეკლესიების შენებლობას არ ვამბობ. და ასე შემდეგ. ადამიანთა შორისი ურთიერთობაც არ გამოსდის ხშირად. იმიტომ რომ დღეს ერთ ჭკუაზეა ესეთი ადამიანი. და მეორე დღეს და მესამე დღეს სულ სხვა ჭკუაზე. იმიტომ რომ გული გონიერი არ აქვს ასევე როგორც თქვით. ნუ მესამე კატეგორიის ხალხი გასაგებია და დიდი განმარტება არ ჭირდება. როდესაც ეკალში ჩავარდება თესლი, ეკალი არის სიმდიდრე და ზრუნვა ამაწუთი სოფლისა. როდესაც ადამიანს მხოლოდ და მხოლოდ ეს წუთი სოფელი აინტერესებს. სხვა საფიქრალი რო არ აქვს. საფიქრალი როგორი უნდა კონდეს კაცს? პირველ რიგში ადრეს გვითქვამს და მაინც შეგახსენებთ. აი, როდესაც ჩვენ საუბრობთ, ვინ არის სულიერად გამოფხიზლებული ადამიანი? აი, ვინ არის გამოფხიზლებული ადამიანი? ეს ხო ძალიან მნიშვნელოვანია, გავარკვიოთ. აი, მე ხანდახან რო ვეკითხები ხოლმე უფროს კლასელებს ამ კითხვას, ზოგი ამბობს, ვინც ფულს შოულობს, ვისაც ოჯახი ყავს დაუშვათ, ვისაც საქმიანობა აქვს, ეს გამოფხიზლებული ხალხია. ისინი ბავშვები არიან. დიდ ჭკუას ვერ მოსთხოვავთ. როდესაც 25-30 წლის კაცია და ამ რაღაცებს ლაპარაკობს და ჩამოვთვალე ჩვენ, ეს არის მძინარე კაცი. ლუარსაბ თათქარიძე, ოღონდ სხვანაირი. გამოფხიზლებული ადამიანი, ანუ ჭკუა დალაგებული ადამიანი. აი ეს მეოთხე კატეგორიის მქონე კაცი, კეთილი ნიადაგი სადაც არის, ეს არის ის მდგომარეობა, როდესაც ფიქრობს კაცი პირველ რიგში, მე რატო დავიბადე? კაი, თუ დავიბადე, რისთვის ვცხოვრობ? ზოგი ამბობს შვილებისთვისო.
ახლა სწორია ახლა ეს პასუხია? ახლა ეს პასუხია, შეიძლება იყოს პასუხი? ეს მძინარე ხალხია ყველა. რატო? იმიტომ რომ უკვდავებაზე არ ფიქრობს ასეთი ხალხი. ყველა რომ მოკვდავია და შენს მათ შორის და ყველანი შენს მერეც და მანამდეც. ამაზე უნდა იფიქროს პირველ რიგში. რისთვის მოვედი? თუ მოვედი, რატო ცხოვრობ, ან რა მიზანია ცხოვრების. და მით უმეტეს, როდესაც ვიცი უეჭველად რომ მოკვდები. ეს პირველი კითხვა და მეორე. თუ ვიცი რომ უეჭველად მოკვდები, მაშინ გამოსავალი რა არის? რა გამოსავალია ამ ჩიხიდან? აი მხოლოდ ასეთი კაცი არის გამოფხიზლებული კაცი. სხვაგვარად მოაზროვნე ადამიანი, აი ფილოსოფოსები ავიღოთ. ფილოსოფოსები გამოფხიზლებულები არიან ძირითად შემთხვევაში. მაგრამ მიზანი, გამოსავალი არასწორი აქვთ. ამ ფილოსოფოსებს მე ვერ შევეხები, უამრავია ასეთი. ესე იგი, გამოფხიზლდნენ რა გაგებით, რომ იციან რომ წარმავლები არიან და ეძებენ გზებს. ზოგი ამბობს მაგალითად, კამიუ ამბობს, რომ აბსურდშია მთელი მიზანი. სარტრი ამბობს, პროექტშია ადამიანის მიზანი. ჰაიდეგერი ამბობს, რომ დაზაინში არის ადამიანის მიზანი. და უამრავი ასეთი მიზანი. არც ერთი სწორი არ არის. რატო? იმიტომ რომ შერდება შენი სიკვდილით. და ეს რა გამოფხიზლებაა? არა, გამოფხიზლება არის. მაგრამ მეორე საკითხი რჩება, რომ გამოფხიზლდი შენ, საით მიდიხარ მერე? სად არის შენი ცხოვრების მიზანი? აი სანამ ამას კაცი არ გაარკვევს თავის თავში, საკუთარი თავისთვის, მეზობლისთვის და შვილისთვის კი არა და ცოლისთვის კი არა. საკუთარ თავში სანამ არ დაბადებს ამ კითხვებს, სერიოზულად ისე კი არა თან რო ფიქრობ. სერიოზულად რო დასვავს კითხვას. აი ასეთ ადამიანს ეწოდება გამოფხიზლებული კაცი. ასეთი ადამიანია ის მეოთხე კატეგორიას. გული გონიერი როცა აქვს. მოისმინა, წაიკითხა, შეიწყნარა და ნაყოფის გამოიღო. სხვა შემთხვევაში რაც არ უნდა აკეთოს კაცმა, გამოფხიზლებული ის არ არის. რომელიღაც კატეგორიაშია წინარე სამისა. ან გზაში, ან კლდოვანზე, ან ეკლიან ნიადაგში. რომელიღაცაში არის მაცხოვრის თქმისებრ. მაგრამ არა მეოთხეში. ჩვენ რომელ კატეგორიაში ვართ, ამას ჩვენ რა თქმა უნდა ჯერჯერობით ვერ ვიტყვით ასე. სანამ სერიოზულად არ დავფიქრდებით, რისთვის ვართ აქ. აქ ეკლესიაში კი არა. წუთის სოფელში რისთვისა ვართ აქ. აი ეს არის მეოთხე კატეგორია, კეთილი ნიადაგი, წრფელი გული ადამიანის. დაგლოცოთ ღმერთმა და მოგცეს უფალმა, როგორც ხშირად ვამბობთ, გული გონიერი, ჯვარი გეწეროთ.